ჯობს იყოს მარტო ორსული, ვიდრე იყოს ტოქსიკურ გარემოში, ხო? ეს დიდი შინაგანი საყრდენის ნიშანია, თუმცა ეს არ ცulis იმას, რომ მაინც რთულია. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ეს დროს, რომ ადამიანმა გაიხედოს, კარგად გამოიხედოს თავის გარემოში და დააკვირდეს, რა არის მისთვის რესურსები აქ და ამჟამად. აი, ოკეი, ფაქტი ესეთია, რომ დავრჩი მარტოვა 5 თვის ორსული, თუ რა მნიშვნელობა აქვს. ხო. ნებისმიერ ვარიანტში დავრჩი მარტო როგორც მშობელი და ეხლა რა გავაკეთო და ძალიან ხშირად ემოციურ ფონზე ადამიანებს გვიჭირს ხოლმე, რომ დავაკვირდეთ რა რესურსებია გარეთ, ჩვენს გარეთ, იქნება ეს ოჯახი, იქნება ეს მეგობრები, იქნება ეს უცხო ადამიანები, რომლებსაც აქვს მსგავსი ბექგრაუნდი და ისტორია. დღეს ახლა 1000-ის პლატფორმებია, ხო, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ, სადაც შეიძლება კონტაქტში შესვლა, იმიტომ რომ კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ყოველთვის. ამის მოძიება შესაძლებელია და ემოციურ ფონზე მიუხედავად ემოციისა, ღირს დავაკვირდეთ რა არის რესურსი გარეთ. ეს პირველი ნაბიჯი და მეორე ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის ასევე მნიშვნელოვანი, აღვიქვათ საკუთარი რესურსები რა არის. ყველა ინდივიდუალურები ვართ, თუმცა რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, დასრულ ადამიანს აქვს ხოლმე ძალიან დიდი რესურსები, თუმცა ესეც ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება მის მიერ ემოციების, სტრესის, ზეწოლის, წნეხის და უამრავი საშინელების ფონზე, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ხშირად გავდივართ. ეს არ არის ერთეული გამონაკლისები, ისეთი სოციალური და ეკონომიკური სიტუაციებია და ისეთი გარემო პირობებია ტოქსიკური, რომ სამწუხაროდ საკმაოდ მაღალია პროცენტი მარტოხელა მშობლობის.